ესპანეთის სასამართლომ კატალონიის 5 ლიდერის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკოსებს შორის კატალონიის რეგიონის პრეზიდენტობის კანდიდატი ჟორდი ტურულია. ამასთან ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის ყოფილი ლიდერის კარლეს პუჩდემონისა და მისი კაბინეტის კიდევ 4 წევრის დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა. როგორც ირკვევა, ამბოხის სახელმწიფო თანხების გაფლანგვისა და დაუმორჩილებლობისთვის 25 კატალონიელი პოლიტიკოსი გასამართლდება. კატალონიელი პოლიტიკოსების დაპატიმრებას ბარსელონას ქუჩებში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებთან შეტაკების დროს 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. აქციის მონაწილეებმა დაწვეს ესპანეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა და მეფე ფილიპეს სურათები. ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის დეკემბერში პუჩდემონისა და მისი 4 თანაგუნდელის დაკავების ორდერი გააუქმა. 5-ვე პოლიტიკოსმა ესპანეთში დაბრუნებისა და რეგიონულ არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვეს. 22 იანვარს ესპანეთის პროკურატურამ სასამართლოს პუჩდემონის დაკავების ორდერის ხელახლა გაცემის თხოვნით მიმართა. მიზეზი კატალონიის ყოფილი ლიდერის ქმედებები გახდა. პუჩდემონმა ბელგია დატოვა და დანიაში ჩავიდა. ადგილობრივი მედიის ცნობით დასახელებულ პოლიტიკოსებთან ერთად გაცემულია კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკელების გენერალური მდივნის მარტა როვირას დაკავების საერთაშორისო ორდერი. როვირას სასამართლოს ხდომაზე არ გამოცხადდა გავრცელებული ინფორმაციით ის შვეიცარიაში იმყოფება.